საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდა კრიმინალური, როგორც ჩანს, გრანტების კანონში ცვლილებებს განახორციელებს, ყოველ შემთხვევაში დაიწყო თუ იწყება ეგრეთ წოდებულ პარლამენტში განხილვები და შესაბამისად საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელისაგან ნებისმიერი სიკეთის მიღება, როგორც არის მაგალითად ფულადი, ტექნოლოგიური, საინფორმაციო, საქველმოქმედო და ასე შემდეგ უცხოეთისგან, ან უცხოეთში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქისაგან, ან უცხოური ორგანიზაციისაგან და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, იქნება შეუძლებელი ერთის მხრივ, მაგრამ მოდი სხვა სიტყვა ვიხმაროთ, დასჯადი. ანუ 6 წლით, 7 წლით, 8 წლით ან 9 წლით ემანდ ვინმე რომ ჩარიცხოს 100 სულ რაღაც 100 ევრო, ორგანიზაციამ კი არა მხოლოდ, არამედ კერძო პირმაც რომ ჩაგვირიცხოს. ქართულგვარიანმა კერძო პირმა იტალიიდან 100 ევრო, საქართველოს ხელისუფლება იტყვის რომ ეს 100 ევრო შენ ჩემი გადაყირავებისთვის ან ზოგადად ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეო, თუნდაც 1 ევრო ამ 100 ევროდანო და აქედან გამომდინარე შენ გიშვებ ციხეში. აქ არის ლაპარაკი კვლავ მიმეორებ უცხოურ ორგანიზაციებზე, ან მოდი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, უცხოური ორგანიზაციების და კერძო პირების, მათ შორის ქართველების მიერ გადამორიცხულ თანხაზე. თავისთავად ცხადია, რომ რეპრესიული კანონია, ამაზე არ ვკამათობთ. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეამციროს იმ პირთა რაოდენობა, ვინც მისი ოპონენტი, კრიტიკოსი, მოწინააღმდეგეა და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბევრი მათგანი ან გააგდოს, წავიდეს ქვეყნიდან, ან ზოგი მათგანი, მცირე ნაწილი მაინც ამოკეტოს ციხეში ხსენებული 6, 7, 8 თუ 9 წლით. განსაკუთრებით აქტიურები, ვინც წასვლას არ გადაწყვეტს, ან ვერ გადაწყვეტს, ან ვერ მოახერხებს, მათი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ამოკეტოს საპატიმროში და იქნება და ამის შედეგად სხვები, გასულები რუსთაველის გამზირზე, ან პოსტავები Facebook-ზე, საკუთარივე გვერდებზე, ისინი დაფრთხნენ, დაშიდნენ და მართლაც მეპურე მხოლოდ მეპურზე ილაპარაკოს, არ ვიცი, მე ხაჭაპურე მხოლოდ ხაჭაპურზე, სპორტსმენმა მხოლოდ სპორტზე და ასე შემდეგ. ეხლა მაქვს კითხვა. საქართველოს პარლამენტში არის 99 დეპუტატად წოდებული ყაჩაღი, ბანდიტი, კრიმინალი და ასე შემდეგ. რაც მოვითვალე, ამ 99 პირიდან 17 მინიმუმ, ეს მე მოვითვალე, თუ ალბათ მეტი 20, 25, 30. აღებ მიცემობით არის დაკავებული სხვადასხვა ბიზნესები აქვს და სხვადასხვა ქვეყანასთან. ანუ მათ კომპანიებს, ისინი ხო ბიზნესმენების არიან, მათი ნაწილი. მათ კომპანიებს აქვთ საგარეო ვაჭრობაც. ვაჭრობენ უმეტესწილად რუსეთში, ანუ რუსეთში გააქვთ საკუთარი პროდუქცია, მათ საწარმოებში არსებული კი არა წარმოებული პროდუქცია. ზოგი მათგანი ვაჭრობს გაგიკვირდებათ და ევროპაშიც და მცირე ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც თუ არ ვწდები, თუმცა შესაძლოა ვწდები. ასევე ვთქვათ, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში და ასე შემდეგ. მოკლედ, გადმორიცხვები ამ პირებს, რომლებიც არიან თანამფლობელები ამა თუ იმ კომპანიისა, ამა თუ იმ ფირმისა, გადმორიცხვები აქვთ უცხოეთიდანაც, ევროპის სახელმწიფოებიდან, რუსეთიდან, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან. ეს კანონად წოდებული რაღაც აქტი იმოქმედებს თუ არა მათზეც, ანუ მათაც შეეხებათ. აი იმ დეპუტატებს მე აკითხავთ, რომ მოვითვალე 17 დეპუტატი, რეალურად მეტია, რასაკვირველია, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ, სხვადასხვა ბიზნესი აქვთ გაჩაღებული. რუსეთთან აღებ მიცემობა აქვთ გაჩაღებული. მათ შეეხებათ თუ არა, ისინი პირდაპირ მნიშვნელობით არიან რა კანონმდებლები შესაბამისად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ახდენენ ზეგავლენას. მონაწილეობენ კი არა უბრალოდ როგორც რიგითი დემონსტრანტი, რომელიც არც მონაწილეობს პირდაპირ მნიშვნელობით პოლიტიკაში, ის უბრალოდ აპროტესტებს რაღაცას, რაღაც გადაწყვეტილებას, რაღაც კანონს, რაღაც განცხადებას, რაღაც პოლიტიკას. არამედ ისინი საერთოდაც კანონმდებლები არიან.
და კანონმდებელი ბუნებრივია რომ განსაზღვრავს ამ ქვეყნის როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკას, ამა თუ იმ მიმართულების პოლიტიკას, ამა თუ იმ მიმართულებაზე ახდენის ზეგავლენას, საკუთარი საჯარო განცხადებით, საკუთარი სადეპუტატო უფლება მოსილების განხორციელებით. ხო და კითხვა მაქვს. ამ 17 პირსაც ეკრძალება ამგვარი საქმიანობა? Რაღაცა ესენი ვაჭრობენ, აღებმიცემობით არიან დაკავებულნი რუსეთის ფედერაციასთან და მარტო რაღაც რუსეთის ფედერაციაზე არ ვსაუბრობ. ვსაუბრობ ზოგადად ქვეყნის ფარგლებს მიღმა არსებულ კომპანიებთან. პარტნიორები ხავთ, ყიდიან პირობითად ვლაპარაკობ ტელეფონის кейს, აბსოლუტურად პირობითად, რაღაცა აქიდო. იქიდან ის კომპანია, ვინც ყიდულობს საქართველოში წარმოებულ ამ ტელეფონის кейს, ან ამ სანთებელას, მაგალითად, მათ მიერ წარმოებულს, მათი კომპანიის მიერ წარმოებულს. ყიდიან პირობითად საბერძნეთში, ბერძნული კომპანია, ბუნებრივია, მათ კომპანიას პირობითი სახელწოდებით, კირცხალია და კომპანია. ურიცხავს თანხას. შესაბამისად სარგებელს ესენი იღებენ იმ კომპანიიდან, მოგების სახით, შემოსავლის, ხელფასის სახით, დივიდენდის სახით, როგორც მესაკუთრე. და კირცხალია შესაბამისად 6 წლით აპატიმრებს კირცხალიას. საერთოდ კანონი ნებისმიერი უკანონო კანონიც კი ერთნაირად უნდა გადავრცელდეს, ერთნაირად უნდა მოეფინოს ყველას. როდესაც ერთნაირობა ან ჰორიზონტალურობა, როგორც ასეთი, უზრუნველყოფილი არ არის, როგორ ხეჭაო, მაგრამ ნინო წილოსანი მაინც ვერ გაიგებს. როდესაც ნინო წილოსანი სხვადასხვა იმ 17-ში. როდესაც მზე ერთნაირად არ მოეფინების ყველას და ერთი მეტად ირუჯება და მეორე ნაკლებად, ან მეორე ჭრილშია თავშეფარებული, შესაბამისად ეს კანონი ავტომატურად გამოდის უკანონო კანონი. იმიტომ უკანონო ისედაც არის, მაგრამ დამატებით გამოდის უკანონო კანონი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კანონის აღმასრულებელში, რადგან საქმეთა სამინისტროს ზოგადად ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ საკუთარივე გუნდის წევრებს კი არ შეახოს ეს კანონი. არამედ შეახოს იმ პირებს, ცდუნება მეთქი ამას ისევ ამბობთ, რომ რეალურად ეს პოლიტიკა იქნება, რასაკვირველია, შეახოს სწორედ მათ, ვინც მათი გუნდის წევრი არ არის. ეხლა მე რამდენიც არ უნდა თხოვოს პაპუაშვილმა, რომ ნინო წილოსანი გახდიო, ან კარგით, არ ვილაპარაკოთ წილოსანზე, მაინც და მაინც გახდი დიმიტრი სამხარაძეო. ხო, მე ვერ გავხდები სამხარაძე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეუღლე სწორედ სამხარაძეა. ინგას გვარზე ვერ გადავალ, აპატიეთ. ინგამ აპატია. ხო და ვერ გავხდები მოკლედ სამხარაძე, დიმიტრი მით უფრო ვერ გავხდები. ამბავის ეს არის. თუ ერთნაირად არ მოეფინების ეს კანონი, არ გადმოვრცელდება ყველაზე, შესაბამისად ეს კანონი არის სეგრეგაციული. და როგორც კი კანონი ხდება სეგრეგაციული, ერთს ვიჭერ და მეორეს ვინდობ, ერთის შემყავს რაღაცა, მაგალითად, აი ამ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა რეესტრი. ფსიქიკური პრობლემა აქვს, რაღაც პრობლემა თუ ამას პრობლემა ჰქვია, მოკლედ რაღაცა პრობლემა შეიძლება პრობლემა საკითხი, ასე შემდეგ აშლილობა თუ გდებათ ასე იგი შეიძლება ჰქონდეს ძალიან ბევრს. ჩვენ ისეთ დინამიკაში ვცხოვრობთ, ვერ ვისვენებთ, რაღაც ისეთი გამოწვევები, ამათ შორის სოციალური გამოწვევები და ასე შემდეგ და ასე ისეთი გარემოა ზოგადად სოფლიოში, კონკრეტულად ჩვენს ქალაქში, ქვეყანაში, ქალაქში, რაღაც უბანში, ოჯახში თუ გდებათ. ხო, ბევრს შეიძლება ჰქონდეს. მე კითხვა მაქვს, მზე ერთად მოეფინების უკლებრივ ყველას? მე თუ ვსვამ, რა ქვია იგა იმას, დიაზეპამი თუ რაც ქვია ამ რაღაც ფსიქოტროპულ თუ ფსიქიატრიულ წამლებს და სხვა სვამს, მაგალითად ხსენებული ნინო წილოსანი. მეც და ნინო წილოსანიც შევყავართ კი და თუ არ შეყავთ ნინო წილოსანი საჯარო რეესტრში. მე არ ვსვამ ოღონდ, რა ქვია იმ წამალს. ხო დაიჯერებენ და სხვა. არა, არ ვსვამ, ხო, რა დაიჯერებენ, აფრა დაიჯერონ ჯერ ეგერთი კაცო, რა პრობლემაა. აღარ არ ვსვამ, იგა მეუბნება რომ მართლა დაიჯერებენ. არ დაიჯერებენ. ან დაიჯერებენ. ამ მნიშვნელობა აქვს, რა პრობლემაა, რომ ვსვამდე. არ ვსვამ, მაგრამ რომ ვსვამდე. მაგრამ აქ პრობლემა ის არის, საკითხი ის არის, რომ მე რომ შემიყვანენ თეორიულად რასაკვირველი ნებისმიერ ჩვენგანს. ნინო წილოსანს თუ ის იგივე პრეპარატს იღებს. შეიყვანენ კი ამავე კანონში, ამავე რეესტრში. მიუსადაგებენ კი, მოხფენენ კი, მოაფენენ კი ამავე გადაწყვეტილებას თუ კანონს. საქართველოს ხელისუფლება უკანონო ხელისუფლება 26 ოქტომბერს 2020
4 წლისა. საქართველოს მაშინდელმა მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა. ეხლა ბარემ ორ სიტყვასაც ვიტყვით, აქ ვიმტკიცეთ ამ თემაზე. აქ ვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდათ. აქ ვიმტკიცეთ, რომ არჩევნები გაყალბდა, ღირიადაკ ეს გაუდის რომელიმე ბანდიც. მე დავამტკიცებ ამას ნებისმიერ ფორმატში თუ ნებისმიერ დღეს. ახლა რომ ამოიღო ის ბიულეტენები, რომლებიც ისე შეაცურა, ხო? ამორჩეველმა იმ ხმის დამთვლელ ელექტრონულ აპარატებში შეიძლება იქ მართლაც დაფიქსირდეს მილიონ, ამდენი მივიღეთო, 1,120,000 თუ არ ვცდები, 120,000 ხმაო. მაგრამ პრობლემა ეს არ არის. პრობლემა უშუალოდ დღე კი არ იყო, იქაც იყო პრობლემები, რომ გამოჟონვა, მელანმა, ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი პრობლემა იყო. ხო, ამგვარი ტექნიკური ხასიათის თუ გნებავთ ასე, ხო, არ იყო რაღაც სათანადო ხარისხის ბიულეტენები, რაღაც ხარკვეულ შემთხვევებში იყო რაღაც არ იყო დაცული ფარულობა, არ იყო დაცული რაღაც უსაფრთხოება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრობლემა არის, რომ არჩევნები გაყალბდა არა ბიულეტენების რაოდენობით, ეს ძალიან კარგად უნდა აღვხსნათ. იქ მით მართლა შეიძლება მილიონ პლუს მინუს რაღაც 2,000, 5,000, 1,120,000 ხმა არის ქართული ოცნების სასარგებლოდ მიცემული. ახლა რომ დათვალო, კალენდარიშვილმა რომ დათვალოს ის ბიულეტენები. პრობლემა არის ის, რომ ეს 1,120,000-დან 400,000 როგორ მოხვდა თვითონ ამ საარჩევნო ხმის თვლელ აპარატში, ხმის მიმცემ და თვლელ აპარატში. როგორ მოხვდა? ეს არის საინტერესო. როგორ მოხდა და აი მაგალითად ერთი მაგალითი ავიხსენოთ და ვთქვათ, ხო? როგორ მოხდა და ერთი და იგივე ამორჩეველმა იარა ერთი ამორჩეველია. ხო? ერთი კონკრეტული ამორჩეველია. ამ ამორჩეველმა იარა და სხვადასხვა გვარსახელით აი ამ ტიპმა სხვადასხვა საარჩევნო უბანში და იგივე ქალაქში ან სხვადასხვა სახელით, სხვადასხვა საპასპორტო მონაცემებით მისცა ხმა რამდენიმე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, ნუ პირობითად რაღაც 8, 9 და 10 საარჩევნო უბანში. სხვადასხვა პასპორტი აქვს, თავისი ფოტო ჩაკრული აქვს და ასე შემდეგ და არა აქვს დასხმული ამ შემთხვევაში მარჯვენა თუ მარცხენა ხელზე თუ ყველა ხელზე, ყველა თითზე ის რაღაც სითხე, რომელსაც ასხამდა. ადმინისტრატორი კი არა, რეგისტრატორმა მიიღო, მანამდე კარში გაატარეს, მისცეს ახალი ბიულეტენი ამ ტიპს და იმან შეაცურა მოხაზარა 51. ესეთი ტიპი, წარმოიდგინეთ, რამდენი ხავდა, რო ხოლოდათ 1000 კაცი და თითოს 10 უბანი მოევლო, შესაბამისად გამოდიოდა, რომ ჯამში 10,000 ხმა მიიტაცეს. მათ მიიტაცეს რეალურად 50,000 კაცი კი არა, უკაცრავად 500,000 ხმა და 500,000 ხმას ეყოფოდა, ავიცი, 50,000 კაცი. არა, 10 უბანი რომ მოევლო თითოეულ მათგანს. 50,000 კაცი კი ჰყავდათ. ნამდვილად ესენი არიან ძირითადად რასაკვირველია რეგიონებში, რაიონებში, იქ სადაც საერთაშორისო დამკვირვებელი ვერ ჩადის ან არ ჩადის, სადაც გატრენინგებული ეს ოპოზიციასაც უნდა გადავწყვეტ. არ ხავს ოპოზიციას, რომელიც სანთლით დაეძებს კარგ საკუთარ ადგილობრივ კი არა, აი ამ საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, დატრენინგებულები არ ხავს და ასე შემდეგ, რომლებიც რომც იყვნენ დატრენინგებულები, ვერ ცნობენ დედოფლის წყაროელი მე-7 უბანში ვერ ცნობს იგივე პირს, რომელიც მანამდე რაღაც 1 საათი თუ საათნახევრით ადრე იყო პირობითად რასაკვირველია რომელიმე მაგალითად თელავის საარჩევნო პირობითად მე-5 უბანში, მერე გადავიდა თელავის 27 უბანში და მერე წავიდა თუ წამოვიდა დედოფლის წყაროში, მერე გადავიდა გურჯაანში თუ გადმოვიდა სოფელ კოლაკში, ასე მაგალითად, ან სხვაგან და სხვაგან და სხვაგან. აი ეს არის ამბავი, მაგრამ ეხლა ეს არ იყო მთავარი, ამიტომ არის უკანონო ხელისუფლება ვერკი, იმიტომ რომ მან გააყალბა, მიითვისა, მიიტაცა 400,000 ხმა, სულ რომ კანონიერი იყოს, ერთი წამით და უშუალოდ კანონიერი ხელისუფლება, რომელიც იღებს უკანონო სეგრეგაციულ კანონებს, ის ავტომატურად ითვლება თავად კანონ მიღმა, გასულ კანონ მიღმა ყოფ, კანონ მიღმა არსებულ ხელისუფლებას.
ორი თვალსაჩინოება დაგისახელეთ, ეს არის ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა საჯარო რეესტრი და ეს არის მეორე 17 დეპუტატი აღმოვაჩინე, რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებთან, ჩინეთთან სხვათა შორის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან და რუსეთთან ამ აღებ მიცემობით არიან დაკავებულნი და რუსული კომპანია პირობითად MMM ურიცხავს თანხას ერთ-ერთ მათგანს. პირობითად $300,000 რომლის მეწილეც არის იმ კომპანიას ურიცხავს, რომლის მეწილეც არის დეპუტატი. ეს დეპუტატი შესაბამისად 6 წლით თუ 7 წლით თუ 8 თუ 9 წლით მიდის საპატიმროში. და ის პოლიტიკის უშუალო განსაზღვრელი. დაიჭირეთ დეპუტატები, დაიწყეთ თქვენით, პატივცემულებო კი არა, არა პატივცემულებო. დაიწყეთ თქვენით განდევნეთ ტიპები, რომლებიც ყავთ საქართველოს პარლამენტში. აგრეთვე ძალიან არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ზოგი კონსალტინგით არის დაკავებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იღებენ მათ შორის რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციების თანხებსაც და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი. ნახვამდის.